სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილ იქნა 2020 წლის 27 სექტემბერს, ჩვენ 75 ნაწილს დავამთავრებთ მალე. ეს კითხვა-პასუხი განსაკუთრებულ ფორმატში წარიმართა ოსტინ დანკინი, რომელიც არის მისი თანაშემწე, აწარმოებს ამ ინტერვიუს და კითხულობს მოწერილ კითხვებს. ეკლესია უკვე გახსნილია პანდემიის დროს და ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ასე რომ კითხვები ბევრი დაკავშირებულია ამ თემებთან. მოდით მოვუსმინოთ შემდეგ კითხვას, რომელიც გამომდინარე იყო წინა კითხვიდან, ვინც მოყვებით. რა დონეზე მართავს სამყაროს სატანა? შეგვიძლია თუ არა მას მივაწეროთ სტიქიური უბედურებებით? ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხომ? და ამას სახელი არ ვიცით ვინც ვავს კითხვას, ოსტინი ესეთ ფორმულებას უკეთებს. კიდევ ერთი კითხვა, რამდენად მართავს სამყაროს სატანა? შეგვიძლია თუ არა მას მივაწეროთ სტიქიური უბედურებები? ფიქრობ ისინი იესოს ცნობის მონაკვეთზე, სატანის ავტორიტეტზე ფიქრობდნენ, როცა ამ კითხვას სვავდნენო. გახსოვთ იესომ როგორ დაანახა თავის მოწაფეებს, რომ მას აქვს ძალაუფლება ბუნებაზე, ბუნებრივ მოვლენებზე, გახსოვთ ხომ? როდესაც ნავში არიან, გახსოვთ ორჯერ მოხდება ეს, როდესაც ძინავს, გააღვიძებენ იესოს და უბრძანებს ქარს და ქარიშხალი ჩადგება. და აინტერესებთ ახლა სატანასაც აქვს ესეთი, რა ქვია, გავლენა ბუნებრივ ძალებზე და რა ავტორიტეტი აქვს საერთოდ სატანას. ადრე ბევრჯერ უპასუხია ჯონ მაკარტურს, ვინც მისდევს ჩვენს კითხვებს, რომელიც თითქმის 1000-მდე უკვე პასუხგაცემული და მოდით ახლაც ნახოთ რა სიტყვის ჯონ მაკარტური. ძნელია იმის გაგება, თუ რა შეგვიძლია კონკრეტულად მივაწეროთ სატანას ფიზიკური თვალსაზრისით, ხომ? და ლაპარაკია ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებზე. ფიქრობ შეგვიძლია ვივარავდოთ, რომ დემონებს შეუძლია ზოგიერთი რამის გაკეთება, რადგან მათ გახსოვთ ის ახალგაზრდა პიროვნება, ხომ? ცეცხლში ჩააგდეს. გახსოვთ ხომ, როდესაც მამა მიიყვანს და პიროვნებაზე, შულზე ეუნება იესოს და რა მოსდის, რას უკეთებენ სატანები მას. მათ ეს ბიჭი დაიჭირეს და გახსოვთ ეუნებიან, რომ ახალ თქმაში, რომ ცეცხლში აგდებენ ეს დემონები მასო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც დემონური ჩაგვრის გამო ბრმები იყვნენ, მუნჯები იყვნენ, გახსოვთ ხომ, ყრუები იყვნენ და ეს დემონური ძალები აკეთებდნენ ამას ბიბლია გვიდასტურებს. და როდესაც იესომ გაანთავისუფლეს მათ, ისინი იხსნებიან ამ პრობლემებისაგან. ჩვენ არ გვინდა სატანის შეზღუდვა ამ გაგებით. არ ვიცი, სატანა წმინდა წერილში არა ჩანს, რომ მას ბუნებრივ ფიზიკურ სამყაროზე ჰქონდეს კონტროლი და ახორციელებდეს კონტროლს. მაგრამ სატანა თავის კონტროლს ძირითადად იდეოლოგიურად ახორციელებს, რადგან მისი სტრატეგიები, მისი ძალაუფლებები ძირითადად მიწიერი სისტემის მეშვეობით მუშაობს. თუ დააკვირდებით მთავრობაში არსებულ კორუფციას, პორნოგრაფიას, კინოინდუსტრიას, რომელიც სიბინძურესა და ნაგავს ავრცელებს, ტელევიზიით გადაცემულ ძალიან ბევრ ინფორმაციას, მუსიკაც აიღეთ თუ მინდა. ეს ყველაფერი სატანური ღვთისსაწინააღმდეგო. ხომ იცით? და ალბათ ეს ქაოსის ანარეკლია. როდესაც ღმერთზე თქვენ ფიქრობთ, იცით რომ ღმერთი კოსმოსი, წესრიგის ღმერთია. როდესაც სატანაზე ფიქრობთ, თქვენ ფიქრობთ ქაოსზე. ის ქაოსის ერთგვარი ბატონ-პატრონია. სატანა ძირითადად ფარულად ყოფნას ამჯობინებს. მას ურჩევნია, რომ არ იცოდეთ, რომ ის იქ არის. სწორედ ეს ხდიდა იესოს მსახურებას ასე საინტერესოს. როდესაც იესო სინაგოგაში მივიდა, გახსოვთ, სატანა უკვე სინაგოგაში იყო, მაგრამ მას ვერავინ ვერ ხედავდა და არავინ არ იცოდა მისი იქ არსებობა. მაგრამ როდესაც იესო გამოჩნდა, ხალხში ყოფმა დემონებმა მასე ყვირილი დაიწყეს. ხედავთ, მათი საფარი გაშიშლა, რადგან მან იცოდა, რომ ისინი იქ იყვნენ. ასე რომ ფიქრობ, რომ უმეტესწილად ჩვენაერ კულტურულ საზოგადოებაში დემონები იმალებიან. ისინი ასე არ ფუნქციონირებენ, როგორც მაგალითად აფრიკის ჯუნგლებში, ტომობრივ გარემოში ან რაღაც მსგავს რამეში. ასე რომ ბიბლიაში ვერ ხედავთ სატანას, რომელიც დიდ ძალაუფლებას ახორციელებს სამყაროს ბუნებრივ მოვლენებზე. თქვენ ყავთ გახსოვთ ღორების ერთი ჯოგი, რომელიც კლდიდან გადაეშვება და ჩაინთქმება, ხომ? როდესაც უფალმა დემონები გაგზავნა მათში. ამან მათზე რაღაც ფიზიკური დარღვევა გამოიწვია და ოსტინი ეუბნება, იობის წიგნში ის შუამავლის როლს ასრულებს ღვთისნებართვით. ეხმარება ჯონ მაკარტურს. დიახ, ვაპირებდი რომ მეთქვა, როდესაც ეს ყველაფერი თქვით, ის ღვთის მიერ კონტროლიებადი ეშმაკია.
ის თავისთვის ვერაფერს ვერ აკეთებს, თუ არა იმ ფარგლებში, რასაც ღმერთი აძლევს მას საშუალებას. და ოსტინიც ეთახმება დიახ მართალია. ასე რომ ის ღვთის ეშმაკია და ის არაცოდეთ არ აკეთებს არაფერს ღვთის საზღვრებს გარეთ და სწორედ ამას აჩვენებს იობის წიგნი. და ოსტინი აგრძელებს, სადაც მას ხედავთ, იმას ამბობს, რომ გაარკვიოთ, იყო თუ არა ეს სტიქიური უბედურება ეშმაკის შადენილი, რადგან საბოლოო ჯამში იცით, რომ ღმერთი სუვერენულია. მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, სწორედ ამიტომ სვამ ამ ბოლო კითხვის შემდეგ, რომელიც წინა კითხვის დამსმელად დაისვა. ანუ ეს არის სატანური რწმენის სისტემები. ეს რაღაცები, რომლებიც იღებენ რეალურ ცოდვას, როგორიც არის რასიზმი მაგალითად. კაცთ მოძულეობა, ხო? რომელიც ღვთისთვის საძულველია. არ შეიძლება ქრისტიანი იყოს რასისტი, ხომ? ასევე ის, რასაც თქვენ ახსენეთ, როდესაც ადამიანი მსხვერპლად აცხადებს და გამორიცხავს რეალური ცოდვის დანაშაულს. აქ ყველგან ხედავთ სატანურ ქმედებებს. სწორედ აქ ამბობთ, რომ სატანური სისტემა ხელისუფლებაშია, ხომ, ჯონ? დიახ, მართალია. რასიზმი ეს არის მიკერძოება და ღმერთი გმობს მიკერძოებას. აქ ადგილი არ არის. ქრისტიანობაში არანაირი ადგილი არ არის მიკერძოებისთვის. საშინელებაა ვინმე სიძულვი. მე არ მაინტერესებს ვინ არის ეს და რა ეთნიკური ჯგუფია. ფიქრობ, შეიძლება უნდა თქვა, რომ მხოლოდ ერთი რასაა. ეს არის კაცობრიობის რასა. მხოლოდ ერთი. არსებობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, მაგრამ რასა ეს ერთი კაცობრიობის, რომელიც სოდვადაცემულია. და ოსტინი ეუბნება და ესენი ღმერთისთვის შვენიერი რამ არის, ხომ? სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთისთვის არ არის მიკერძოება. მან შექმნა ისინი. დიახ, ყველანი მისი შექმნილია. და ოსტინი ეუბნება, გამოსყიდულ სამოთხეში ის მათ იდენტიფიცირებს როგორც დიახ მართალია, ვინმე სიძულული ცოდვა და ვინმე სიძულული ნებისმიერი მიზეზით ცოდვა და ვინმე სიძულული იმიტომ რომ მას განსხვავებული ეთნიკური ან რაღაცა ფერის კანი აქვს, ეს უკვე სასაცილო ცოდვაა, ხომ? მაგრამ ეს ცოდვა უნდა გამოაშკარავდეს და მასთან გამკლავება საჭირო. მაგრამ მთელი მოსახლეობის დანაშაულება რაღაც არაცნობიერ ცოდვაში, თითქოს და თეთრი რასობრივი ჯგუფი არის დანაშაული ამ იმაში, რა ქვია, თელს რასიზმში, ეს რაღაც ფარულ სისტემატურ რასიზმში, რადგან ხალხის მათი კულტურა ყველანაირად განსხვავდება მეორე კულტურისაგან, ეს რაღაცა თითქოს და მსხვერპლად გამოცხადება შენი თავის, მე მგონი ეს არასწორია. და როდესაც ხედავ ამ ყველაფრის მატარებელ ადამიანებს, როგორიცაა შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, იცით, როგორც მე ვახსენე ინგლისურად Black Lives Matter. და ეს რამდენიმე თვის წინ ვახსენე, ქორწინების საწინააღმდეგო, ჰომოსექსუალიზმის მომხრე, აბორტების მომხრე, ეს ყველაფერი ღმერთს ეწინააღმდეგება. ანტიფადან იყო ხო ეს პიროვნება ჩარლი კირკი რომ მოკლა, ხო? ანტიფაშისტური რა, იმიტომ რომ თითქოს და ფაშისტები არიან თეთრები, მაგრამ არის ხო ჯგუფები კუკლუს კლანი და ის, მაგრამ ანტიფა. იგივე ეს არის თელი ეს მენტალიტეტი, რომელიც ამბობს, ამ საქმეში ყველაფერი არასწორია. ანუ ისინი ყველაფრისადმი ნეგატიურად არიან და ყველაფრის შეცვლა უნდათ. ეს სისტემატურად ცუდია არსებითად, ჩვენ ყველაფერი უნდა დავამსხვრიოთ და ნოლიდან დავიწყოთ ყველაფერი. ამბობენ ესენი ამას. და როდესაც ხედავ ევანგელისტები ამ აჯანყებას უერთდებიან, აბსოლუტურად გაუგნებული ვარ. უბრალოდ ვერ ხვდები, რას მოიგებენ ისინი ამის მიღებით, რადგან ეს არის ადამიანის მუშტის დარტყმა ღმერთის წინააღმდეგ. მისმინეთ, მე დავიბადე იმ ოჯახში, სადაც დავიბადე, რადგან სწორედ იქ მომათავსა ღმერთმა. და ჩვენ ყველანი ასე ვართ დაბადებულები და მას აქვს დიდებული მიზანი ყველასათვის. როდესაც ქრისტესთან მივდივართ, ის ანგრევს ჩვენ ეთნიკურ განსხვავებებს. ჩვენ ყველანი ერთი ვართ, ასე არ არის? იმიტომ რომ არც ებრაელი აღარ არის, არც წარმართი, არც მონა, არც ბერძენი, არც თავისუფალი. ქრისტეში აღარ არის არც მამაკაცი, არც ქალი. ყველანი ერთი ვართ ქრისტეში. და სწორედ ეს მომწონს მე ამ ჩვენს ეკლესიაში. მადლის სათემოს ეკლესიაში. ჩვენ არასოდეს მსგავსი საკითხები რასისტული აქ არ ქონია. არ ქონია განცდა რომ რაღაცა უთანხმოებიდან დიდი პრობლემების შექმნა დაგჭირვებოდეს. მე ძლივს წარმოთქვავ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, რომლებსაც დღეს საღამოს ჩვენ უნდა წავიკითხოთ ნათლობის დროს, რომლებიც ეკლესიას შემოუერთებიან და ჩვენი წევრები გახდებიან. ისინი იმდენად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან არიან. და ასე უნდა გამოიყურებოდეს ეკლესია. ქრისტეში არსებული სიყვარულის კავშირი უბრალოდ აქრობს სიძულვის და ყველა ამ არასაჭირო და არაჯანმრთელ, არაჯანსაღ გავრცელებას. მადლობა მოსმენისათვის. და მართლა ჯონ მაკარტურის ეკლესიაში, როგორც არასდროს, ყველანაირი იმას შეხვდე, მე როცა ვიყავი, ყველანაირს აბსოლუტურად
ადრე არ ვიცი როგორი იყო, როცა დაიწყეს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ძალიან ჭარბობს უკვე ლათინო, ძალიან დაინტერესდა ლათინო ჯგუფები, მექსიკური ჯგუფები, ევანგელიზმით, კათოლიციზმს ტოვებენ და მოდიან და ჯონ მაკარტურთან ძალიან ბევრია, ცალკე სწავლება აქვს ამაზე ესპანურ ენაზე. და ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე სომხები გითხარით მე, რუსები არიან, ხო? და ბევრი აი რუმინელები არიან, სხვადასხვა აღმოსავლეთის ევროპიდან არიან, ხო? აი ეს მინდოდა მე თქვა, მადლობა მოსვენისათვის.